გამარჯობა, ეს არის ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება დღის თემებს მე ნინო სამნიაშვილი გიამბობთ. პირველი ზარი პირველ კლასელებისთვის რა სიახლეებით შეხვდნენ სკოლები ახალ სასწავლო წელს. ინციდენტი წნორში რატომ სემა პოლიციელმა რესტორნის მფლობელი. ჩემი მეუღლის სემა კახეთის რეგიონალური კაპეზის უფროსია. კიკილაშვილი ნუკრი. რას ვითხოვდა პასუხისგებაში მიცემას. გადაკეტილი გზა ყვარელში, რას აპროტესტებენ მევენახეები. ჩვენი დაიწყო რახანია უკვე. ჩვენი პატრონი რომელ ქარხანაში მივდივართ, არსად ყურდოს არიბარებთ. საღამო მშვიდობისა. პირველი ზარი პირველ კლასელებისთვის წელს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა 50,000-მდე პირველმა კლასელმა დაიწყო. 42,000-მდე მოსწავლე კი საჩუქრად კომპიუტერებს მიიღებს. უფასო სახელმძღვანელოები პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლეს გადაეცემა. სწავლის დაწყების პირველი დღე გურჯაანის პირველ საჯარო სკოლაში. დეტალები ნახეთ ეკა თეთრაძის სიუჟეტში. მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები დილიდან ქალაქის პირველი საჯარო სკოლის ეზოში შეიკრიბნენ. ახალი სასწავლო წელი ტრადიციულად საქართველოს ჰიმნით დაიწყო. ერთი სული გქონდა, როდის მოვიდოდით სკოლაში. ძალიან გვიყვარს სკოლა. გვიყვარს ჩვენი მასწავლებლები, თვითონ დირექტორიც და ყველა აქ მოსწავლე, ვინც სწავლობს აქ. მე ველოდებოდი ამ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, იმიტომ რომ გვემატება ახალი კლასელები და მაინტერესებდა როგორი განწყობა იქნება ყველა ჩემი კლასის და ვინ მოვიდოდა ამ სასწავლო წლის დაწყებაში ახლა. მიხარია სასწავლო წლის დაწყება, ძალიან კარგი მასწავლებლები შეკვდა და ძალიან კარგი კლასიც გვაქვს. სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მიულოცეს. გია გერგიძემ სწავლის მნიშვნელობასა და განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრა. დღეს მოვედით გამგეობის თანამშრომლები მიულოცოთ ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენს პირველ კლასელებს, უფროს კლასელებს და მოუწოდეთ და ჩვენი სურვილია რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ეს წლები სწავლის მისაღებად, ცოდნის მისაღებად, ადამიანური ურთიერთობების შესაძენად, რომ ისწავლონ, რომ სიკეთე უნდა აკეთონ. 15 სექტემბერს, რა თქმა უნდა, არც ცრემლების გარეშე ჩაულია. დღეს ყველაზე მეტად პირველ კლასელები ღელავდნენ. რაიონში სკოლის კარი 557-მა პატარამ შეაღო. მათ მერხზე წიგნებთან ერთად გაუმჯობესებული ბუკებიც დახვდათ. ძალიან მიხარია სკოლაში რომ მივედი მე და ჩემი კლასელები გავიცანი. და მასწავლებელი ძალიან მომეწონა. კომპიუტერი დამახვეთეს წიგნი და მინდა რომ კარგად მისწავლო. წიგნებიც ყველა პირველ კლასელს დაურიგდა საჩუქრად და კომპიუტერებიც გადაეცათ მათ საჩუქრად. დიდი სიხარულია მშობლებში, დიდი აჟიოტაჟი და ჩვენ ძალიან გვიხარია და შევეცდებით რომ ყველა მასწავლებელი დავდგეთ გვერდში და გავაკეთოთ ჩვენი საქმე შეძლების დაგვარად. სიახლეა მაღალ კლასებშიც მე-5 და მე-7 კლასელები წელს მეორე უცხო ენას შეისწავლიან. ქალაქის პირველ სკოლაში რუსული და ფრანგული ენები დაემატა. ჩვენმა სკოლამ შეძლების დაგვარად კარგად დაიწყო მუშაობა სასწავლო პროცესის დაწყებისათვის. სიახლეები გვაქვს ის, რომ მე-5 კლასიდან და მე-7 კლასიდან იწყება მეორე უცხოური ენა, ჩვენ ავირჩიეთ ფრანგული და რუსული ორივე ენა. დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტში სწავლა ზეგაანის გარდა ყველა საჯარო სკოლაში დაიწყო. დეტალურად რა შეიცვალა ახალი სასწავლო წლისთვის ჩვენს კითხვებს ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსი ნინო კვიტაიშვილი უპასუხებს. გამარჯობა ქალბატონო ნინო. შარშანდელისგან განსხვავებით წელს რა სიახლეებია საჯარო სკოლებში? ბუნებრივია, რომ ზოგადი განათლების სისტემა მთლიანად სამინისტრო ამ სასწავლო წელსაც, მორიგ სასწავლო წელს კვლავ ხდება გარკვეული სიახლეებით და ეს სიახლეები შეიძლება ძირითადად ორ ნაწილად გავყოთ. ერთი ზოგადი განათლების ხელშეწყობის და მეორე ხელმისაწვდომობის მიმართულება. უკვე არავისთვის უცხო არ არის ის, რომ თავისთავად იმ რეგიონებში, სადაც იყო საჭიროება,
ჩვენ ვებსახურებით მოსწავლეებს ტრანსპორტით, ანუ დავნერგეთ პროგრამა, რომლის წყალობითაც ის მოსწავლეები, რომლებიც საჭიროებდნენ სკოლამდე გადაადგილებას და ეს მანძილი იყო რთული, გეოგრაფიულად ან სხვა ტიპის ხელმისაწვდომობის პრობლემა არსებობდა, ისარგებლებენ სასკოლო ავტობუსებით და დღეს მდგომარეობით თუ შარშან იყო 40 დაახლოებით 46,000-მდე მოსწავლე, რომელიც სარგებლობდა ამ სერვისით, წელს უკვე ისარგებლებს 53,000-ზე მეტი მოსწავლე. გარდა ამისა, კვლავ ასე ვთქვათ, ვაგრძელებთ იმ პროგრამებს, რომლებიც ხორციელდებოდა ინკლუზიური განათლების მიმართულების სპეცმასწავლებლების სკოლაში, ასე ვთქვათ, შეყვანით და ამ სერვისის შეთავაზებით. მოგიხსენებათ სიახლეა სკოლის ექიმის საქმიანობის აღდგენა სკოლებში და სამედიცინო კაბინეტების რეაბილიტაცია და ამავდროულად აღჭურვა. ეს პროცესები, რა თქმა უნდა, ეხება იმას საჯარო სკოლას, სადაც საპილოტო რეჟიმში დაიწყეთ პროგრამის განხორციელება, ხოლო 2015 წლიდან ეტაპობრივად მასში ჩაერთვებიან სხვა სკოლებიც. დღეს რომელ სკოლებში ვერ განახლდა სასწავლო პროცესი და რა მიზეზით? ეს არის ერთეული შემთხვევები, რომლებშიც მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები და დაახლოებით 10 დღის ვადაში ყველგან განახლდება სასწავლო პროცესი. სოფელის სკოლის გარეშე კახეთში დღემდე პრობლემური საკითხი რჩება. კონკრეტულ მაგალითად, ქოდალოს მოგიყვანთ, სადაც საჯარო სკოლა არ მუშაობს და მოსწავლეებს მეზობელ სოფელში გადასაადგილებლად 5 კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ. როგორ გადაჭრის განათლების სამინისტრო მსგავს პრობლემას მცირე დასახლებულ სოფლებში? ნებისმიერი მსგავსი შემთხვევის არსებობისას ის საჯარო სკოლა, სადაც მოსწავლეები შორიბანძილიდან გადაადგილდებიან, მოგმართავს განათლების სამინისტროს და ერთვება პროგრამაში, რომლის შესახებაც უკვე მოგახსენეთ. დაუძლეველი თავისთავად პრობლემები არ არსებობს და ჩვენ ოპერატიულად ყოველთვის ვატარებთ შესაბამის ზომებს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით 2015 წლიდან პედაგოგებს ხელფასი გაიზრდებათ. კონკრეტულად რა კრიტერიუმების გათვალისწინებით მოემატებათ მათ ანაზღაურება და სავარაუდოდ თუ არის ცნობილი რამდენი ლარით? რა თქმა უნდა, პედაგოგთა შერჩევას არ ვაწარმოებთ. ჩვენ გვყავს სერიოზული, ძლიერი პედაგოგთა კოჰორტა და პრემიერი გულისხმობდა თავისთავად იქ კონფერენციაზე, სადაც ეს გაჟღერდა, იმას რომ ზოგადად განათლების სისტემის დაფინანსება იზრდება და 2015 წლიდან ეტაპობრივად პედაგოგთა ანაზღაურება გაიზრდება და ის პირდაპირ პროპორციულად უკავშირდება უკვე ახალ სქემას, რომელშიც ყველა პედაგოგი ჩაერთვება. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სექტემბერში მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ახალი პროექტები დაიწყება. იქნებ ვრცლად გვიამბობთ, რა ღონისძიებები იგეგმება მათთვის? ზოგადი განათლების მიმართულებით ბევრი პროექტი ნამდვილად იგეგმება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის შინაარსობრივი მხარე, იმიტომ რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენს მთავარ ამოცანას წარმოადგენს სწორედ ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლება და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ღონისძიება განხორციელდა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ უკვე დასრულდა ეროვნული სასწავლო გეგმის დაწყებითი საფეხურის რევიზია და გადახალისდა მთლიანად პროგრამა. შესაბამისად იგეგმება ახალი სახელმძღვანელოების გრიფირება უკვე, რომელიც მორგებული იქნება აი ამ ახალ პროგრამასა და სტანდარტზე. ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გამჭოლ კომპეტენციებს მეტი ყურადღება მიექცა, მაგალითად ისეთი როგორიც არის საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში, წიგნიერება, ძალიან დიდი დატვირთვა მიეცა სადამრიგებლოსა, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ შარშან პილოტირების რეჟიმში იყო მოსწავლეთათვის სპეციალური პროგრამა, რომელიც პროფესიის დაგეგმვას უკავშირდებოდა, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსი, რომელიც უფრო ფართოდ გაშლის უკვე წელს ხელს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია ინკლუზიური განათლების მიმართულებით, რომელიც უფრო გაღრმავდა და უფრო მეტი სკოლა მოიცვა. ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ის, ასე ვთქვათ, ინიციატივები, ის ხელშემწყობი პროგრამები, რომელიც განათლების სისტემის შიგნით იგეგმება და თავისთავად აი მიმდინარე სასწავლო წელს თქვენ ძალიან ბევრი ინიციატივის განხორციელებას იხილავთ. გმადლობ ქალბატონო ნინო, შეგახსენებთ, რომ ჩვენს კითხვებს ზოგადი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო კვიტაიშვილი პასუხობდა. განვაგრძობთ გამოშვებას.
ინციდენტი წნორში წინასწარი დაკავების იზოლატორის კახეთის სამმართველოს უფროსმა ერთ-ერთი რესტორნის მფლობელის ცემა. დაზარალებულს წნორის კლინიკაში მკურნალობენ. ფაქტზე მოკვლევა გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო. რა მოხდა წნორში დაპირისპირების მიზეზზე ეთერ თეთრაძე გვიამბობს. ჩემი მეუღლის ცემა კახეთის რეგიონალური კაპეზის უფროსია. წინასწარი დაკავების იზოლატორის კახეთის სამმართველოს უფროს ნუკრი კიკილაშვილს სოფო აკოფაშვილი მეუღლის ივანე ჯალიაშვილის ცემაში ადანაშაულებს. როგორც ის ამბობს, 1 წლის წინ ნუკრი კიკილაშვილმა ჯალიაშვილის რესტორანში შვილს დაბადების დღე გადაუხადა, თუმცა საფასური 570 ლარი ამ დრომდე არ შეუტანია. დაიბარა სახლში, ჩამობრძანდიო თურმე ნასვამი ყოფილა. ჩაუჯდა მანქანაში, გადააყენებინა და რა ფულს მთხოვ ბიჭო და დაარტყა ჩემ მეუღლეს. აი ეს თვალთან სულ ჩაშავებული აქვს, მაგრამ დაზიანება ის არის, რომ ინერვიულა იმ წუთში კომაში ჩავარდა. სასწრაფო გამოვიძახე და წამოიყვანეს 600 შაქარი აქვს, 300 წნება. კიკილაშვილის ოჯახის წევრები კი ჯალიაშვილს მომხდარის პროვოცირებაში ადანაშაულებენ. მეორე ზარი იყო და განერვიულებული გავიდა ქუჩაში, რომ გავყევი და გავიხედე, უკვე იყო ქუჩაში შემოსული და მოვარდნილი ფაქტიურად. ჩაისვა მანქანაში, წავიდნენ, მერე იქით ცოტა მოშორებით გაჩერდა მანქანა, რაღაც შეხლა შემოხლა იყო. მე რომ მივედი, უკვე ეს კაცი ვისაც არის საუბარი ვანო, ვიცი მხოლოდ სახელი. ემუქრებოდა იარაღით და წაიყვანეს. ანუ იარაღი ჰქონდა ამ ადამიანს? იარაღი კი არ ჰქონდა, ემუქრებოდა რომ შენო თუ არ მოკლავ დღესვე იარაღით. ეგ მუქარა იყო. დაზარალებულს დაზიანებები სახისა და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. ის მკურნალობას წნორის საავადმყოფოში გადის. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საავადმყოფოს აღენიშნებოდა ტკივილი გულის არეში, ასევე ჰიპერგლიკემია. ავადმყოფოს აღენიშნებოდა მარჯვენა ყურემლის არეში შეშუპება და მცირე ზომის ჰემატომა. ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ფაქტზე მოკვლევა გენერალურმა ინსპექციამ უკვე დაიწყო. საპროტესტო აქცია ყვარელში ახალ სოფლის ჭიკანის, გავაზისა და ზინობიანის მოსახლეობამ ლაგოდეხი ყვარელი თელავის მთავარი მაგისტრალი გადაკეტა. ისინი ჭიკანის ღვინის ქარხნის გახსნასა და თეთრი ყურძნის ჩაბარებას ითხოვდნენ. მათი თქმით, ქარხნები ყურძენს არ იბარებენ, მოსავალი კი უფუჭდებათ. აქციაზე ერთვალი 2014 შტაბის წევრები და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილიც მივიდნენ. ტიქიამ დაგჩაგრა, თავრომა რაღაცე უნდა დაგჩაგრა. ჩვენი დაიწყო რახანია უკვე. ჩვენი პატრონი რომელ ქარხანაშიც მივდივართ, არსად ყურძენს არ იბარებენ. ერთი მიზეზი ის არის, რომ 21 გრადუსი უნდა გამოვიდეს სიტყვა. ზოგან გვეუბნებიან 20 უნდა გამოვიდეს. გვეუბნებიან თველი ადრე იწყება, რა ჩვენი ბრალია, ადრე შემოვიდა ყურძენი. თუ კონდიციაზე ვერ მიდის, მაგალითად, ხო საერთოდ არ გველაპარაკებია. ეს ყურძენი რომელიც კარგი იყო ამ წვიმების მერე ყველა პება უკვე ხვალიდან უფრო მზე დააჭერდა არც ერთი აღარ იქნება დასაწური. გრაფიკის მიხედვით დაწყებულია თეთრი ყურძნის მიღება როგორც კერძო კომპანიებში, ისე სახელმწიფო კომპანიებში. ფასი არის მინიმალური ფასი, ხარისხიან ყურძენზე არის ლარი. კიდევ ერთი აქცია, რომელიც ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტში გაიმართა. გავაზის მოსახლეობა სოფლის კუთვნილი ტყის გაყიდვას აპროტესტებს. საუბარია 33 ჰექტარ ტყის ფართობზე, რომელიც მათი თქმით 2012 წელს ფარულად გასხვისდა. ამ დროისთვის მესაკუთრე ხეებს შეხავს და მის ადგილზე ვენახის გაშენებას გეგმავს. მოსახლეობა ტყის ფართობის უკან დაბრუნებას მოითხოვს. გავაზელების პროტესტს თავად მესაკუთრე და ადგილობრივი ხელისუფლება გამოეხმაურნენ. აქ გვერდზე მოდის მდინარე ალაზანი, რომელსაც ეს ტყე იცავს იმას. თუ ეს ტყე გაჩანდა განადგურდა, ამას მოყვება ამ ალაზნის აეგრე აქეთ გადმოსვლა ამ ტყის პირზე და შესაძლებელია ამ ალაზნას სოფელში ჩაირბინოს, ჩაიარო და სოფლამდეც მიაღწიოს. მოთხოვნა გვაქვს ჩვენ, ეს ტყე როგორც არის, დაცული როგორც იყოს ეგრე დაცული, გაჩერდეთ ეს ყველაფერი და აი ამ განადგურებულ ტყის ტყეზე, რაც განადგურდა ვის განადგურა ამან აღოს პასუხი. დღეს ვითხოვთ
იმ სამართლიანობის აღდგენას, იმ მართალსიტყვის თქმას, რომელიც არის თავად ბიძინა ივანიშვილი დიდი პატივისცემის მიუხედავად კიდევაც ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად ვითხოვთ ზუსტად ის ხალხი, რომელიც ჩვენ ამ წლების განმავლობაში უანგაროდ ემსახურებოდით მათ და ჩვენ გვინდოდა ჩვენი რათა ყოფილიყო სამართლიანობის აღდგენა. კერძო პირთან მოლაპარაკება, რა ვიცი, მე მგონია რომ ამ ჩვენი მხრიდან შეუძლებელია ამ ეტაპზე, იმიტომ რომ კერძო მყიდველი ფაქტიურად არის პატიოსანი მყიდველი, იმიტომ რომ იყიდა ვიღაცისგან, მაგრამ მე უბრალოდ პირადად შემიძლია რომ მე უბრალოდ დაველაპარაკო და ამიხსნას სიტუაცია რა არის, იქნებ რაიმე ინფორმაციას ფლობდი. სოფელ გურჯაანში 54 წლის მამაკაცს ეძებენ, გამოშვებაში ასევე ნახავთ. ცხოვრება ღია ცის ქვეშ და გამგეობისგან მიცემული პოლიეთილენის პარკები. აბსოლუტურად მარტო დაპირებები დარჩა დაპირებება, სხვა არაფერი არ შეიცვალა. რატომ ადანაშაულებს შრომისა და ნინიგორის მოსახლეობა ლაგოდეხის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში? 16-17 წელი რაცა ვცხოვრობ. მუდამ წელიწადს, აი განაცხადი, მუდამ წელიწადს მაქვს რაიონში შეტანილი გამგეობაში და არაერთ. უკვე მე-10 დღეა სოფელ გურჯაანში 54 წლის ოთარ გორხელაშვილს ეძებენ. იგი ბოლოს 4 სექტემბერს ნახეს. დაკარგული პროფესიით ხელოსანია, ოჯახის წევრები გამორიცხავენ, რომ იგი სამუშაოდ იყოს წასული, რადგან ხელსაწყოები სახელოსნოში აქვს დატოვებული. ახლობლები დაკარგულს უკონფლიქტო ადამიანად ახასიათებენ. სამძებრო სამუშაოებში გურჯაანის რაიონული პოლიცია ჩაერთო. ბოლოს ვნახე 4-ში საღამოს დაახლოებით 7-8 საათისკენ. და დილით რო გამოვედი უკვე 9:30-ისკენ დაახლოებით უკვე ქუჩის კარები დაკეტილი იყო. ისეთი ადამიანი არ იყო, რომ ან სადმე ეჩხუბა, ან არა, მაგის მსგავსი არაფერი. ჩვენ ვფიქრობთ შეიძლება სამუშაოზეა, შეიძლება რა ვიცი, ახლა ვერ გეტყვი, მაგას ნამდვილად ვერ გეტყვი, რომ სადმე ჩხუბი მოვიდო და ვისმეს რამეს ჯავრისჭი და მასეთი არაფერი არ იყო. 5-ის დილით გაუჩინარდა და მის მერე არაფერი არ ვიცით. არ ტელეფონით შემოხმიანებია, არც ესე იგი არაფრით. ვერანაირი გზაკვალი ვერ გაგვიგია. ან სამუშაოდ არის და თუ სამუშაოდ არის ამდენ არასოდეს შემთხვევა არ ყოფილა, რომ სახლი ესე დაეტოვებინა და სახლში არ დაბრუნებული იყოს. ეს არის მის ცხოვრებაში პირველი. სამძებრო პოლიციაში განაცხადი გვაქვს გაკეთებული, იყვნენ, მაგრამ ჯერჯერობით არავინ შემოხმიანებია. ცხოვრება ღია ცის ქვეშ და გამგეობისგან მიცემული პოლიეთილენის პარკები. მათარაშვილების ოჯახის საცხოვრებელი სახელი 2 წლის წინ სტიქიამ დააზიანა. ავარიული მდგომარეობის გამო სამსულიან ოჯახს ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევს. მაია არუთინოვი ამ ოჯახში იმყოფებოდა და მათი პირობების შესახებ სიუჟეტში გვიამბობს. საბოლოოდ ამ სახლსახურავი ერთი თვის წინ გადაეხადა, მას შემდეგ მათარაშვილების სამსულიანი ოჯახი ავარიული სახლის გამო ღამეს შიშის ქვეშ ათევს. სახლის სახურავი 2 წლის წინ სტიქიის შედეგად დაზიანდა. ადგილობრივი ხელმძღვანელობისგან მათ დახმარების აღმოჩენის შესახებ დაპირებაც მიიღეს, თუმცა გამგეობამ მხოლოდ ეს პოლიეთილენის ცელოფანი გაუგზავნათ. თელეგრამით დავდივართ რა. ხან საით მივიკუნჭებით, ხან საით მივიკუნჭებით. ამ წინებზე ფილტრების სანთებიანი კაცი ვარ მიწაზე დავწ უხალად სელამბავე მოხდა. ბოლო მე მგონი გული გამისკრა მე სახლის შემდგომ. დაპირებები კარგი იციან. ასრულება კი არ ასრულება. არჩევნები თვინ მოდით აგვიჩიეთ. რა ვიცი. წელო გაიმაგრებენ, მე აღარ უნდათ. ოჯახს წასასვლელი არსად აქვს, მათი ძირითადი შემოსავალი მხოლოდ სოციალური სააგენტოს მიერ დანიშნული შემწეობაა. ოჯახის უფროსი კი მძიმე ავადმყოფია. 2 წლის წინ სტიქია რომ იყო. მაშინ დაზიანდა ეს შენობა. გადავედი და გამგეობას მივაკითხე. შეამოწმეს და აბსოლუტურად მარტო დაპირებები დარჩა დაპირებება. 2 წელი იღუნღიალა შენობამ და ჩამომეწვა თავზე და დამენგრა ყველაფერი. ეხლა ისევ გამგეობას მივაკითხე, იქნებ დამეხმაროთ მეთქი რა იმით და ამათაც უყურადღებოდ დამტოვეს. მათარაშვილების ოჯახის პრობლემის შესახებ საუბრობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე. მისი განცხადებით ოჯახის მდგომარეობა შესწავლილი აქვთ, თუმცა ამბობს, რომ ასეთი კატეგორიის დაზარალებულებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის. იგი მათარაშვილების დახმარებას მეორადი საშენი მასალით აპირებს. არავითარი აქ იყოს საუბრები თითქოს სტიქი ამ ადრე რაღაც დააზიანა, არაფერი ეს ძველი ბინა, უბრალოდ სიძველის გამო ჩამოიგრა. ესეთი კერძო სახლებისთვის ბიუჯეტში არავითარი თანხები წინასწარ გათვალისწინებული არ არის. ჩვენ გამოსავალს ვნახულობთ, სხვა პროგრამები სრულდება ამ უახლოეს მონაკვეთში
და ჩვენ გვაქვს იმედი და გარანტირებული ვართ, რომ იქიდან გამოთავისუფლდება მეორადი გადასახურავი საშუალებები, იგივე ფიცრები და ამითი აუცილებლად ფიქრობ ეს გასტანს ალბათ 1-2 კვირა, მაქსიმუმ 1 თვე გადაუხურავთ. პრობლემის მოსაგვარებლად მათარაშვილებმა რაიონის ხელმძღვანელობას განცხადებით უკვე 7 ჯერ მიმართა. შრომისა და ნინიგორის სოფლების მოსახლეობა ლაგოდეხის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებს. მათი განმარტებით მოუწესრიგებელი სანიაღური არხების გამო მუდმივად ზარალდებიან. ძლიერი წვიმის გამო პრობლემები ახლად შეექმნათ. მოუწესრიგებელია კაცობა, ეს არის საერთო სარგებლობის კანაო აქა, რო სოფელი სარგებლობს აქედან. ესეც მოუწესრიგებელია, ბოლოს აი ყველაზე დაბალი ეს ადგილია და მთელი მინდვრების წყალი აქა ქუჩდება. გასასვლელი არა აქვს ჩემო ბატონო, ვერ გადის წყალი და გუბდება აქა, პადვალიც რა დღეშია, ეზოც რა დღეშია, ყველა წლების მანძილზე პრობლემა არის ეს. ყოველთვის აი ამ არხში მოდის იმხელა წყალი, ჯერ ხიზის გზიდან, მერე გორიდან ჩამონადენი წყალი და ქმნის ყოველთვის ამ მოსახლეობასთან დიდ პრობლემას. რომ იტბორება ოჯახები, უარდებათ სახში ნათესები, სულ უფუჭდებათ, ყველაფერს უფუჭებთ. ახლა კი ეთერშია რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენები, რომელსაც თამარ ჭანყოშვილი გაგაცნობთ. ირაკლი ღარიბაშვილმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა. ძალიან ბედნიერი ვარ, ვინაიდან მე ვნახე ამდენი გახარებული ბავშვი. მე მინდა ყველას მოგილოცოთ. სასწავლო წლის დაწყება ურმან დუმბაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტის დატოვებას არ აპირებს. აბსოლუტური ტყუილია, აბსოლუტური მოგონილი შავი პიარია პრემიერის მიერ გაცხადებული განცხადებები, რომ თითქოს ბატონი ბიზინა ივანიშვილი მეუბნებოდა, რომ ნუერების საქმეში ტყუილია ეს. მოგესალმებით და იმ ძირითად მოვლენებს გაგაცნობთ, რაც დღეს რეგიონს გარეთ ვითარდებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა და სკოლების რეაბილიტირებული შენობები დაათვალიერა. ჩვენ უდიდეს ძალისხმევას ვდებთ განათლების სისტემის განვითარებაში, რათა ბავშვებს ყველა პირობა ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მისაღებად, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაური დღესვე ინოვაციური ტექნოლოგიების გამოფენაზეც იმყოფებოდა, სადაც ქართველი გამომგონებლების ნამუშევრებს გაეცნო. ძალიან ბედნიერი ვარ, ვინაიდან მე ვნახე ამდენი გახარებული ბავშვი. მე მინდა ყველას მოგილოცოთ. სასწავლო წლის დაწყება მიულოცო მოსწავლეებს, მოგილოცოთ პედაგოგებს და გისურვოთ წარმატებული წელიწადი. როგორც უკვე ითქვა და ჩვენ ამას საქმით ვამტკიცებთ, განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და ჩვენ თუ გსურთ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, რა თქმა უნდა ყველაზე მეტი ყურადღება უნდა გადავიტანოთ განათლებაზე. მე მინდა აქვე აღვნიშნო, რომ პედაგოგებს გაქვთ განსაკუთრებული მისია. ვინაიდან მოსწავლეები მთელი დღის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს ატარებთ აი ამ დაწესებულებაში სკოლაში. ურმან დუმბაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტის დატოვებას არ აპირებს და ამბობს, რომ კონსტიტუცია არ ცნობს ტერმინებს ჩემი და შენი კაცი. მისი განმარტებით აღნიშნულ გადაწყვეტილებას სამართლებრივი არგუმენტი სჭირდება და პოლიტიკურ სიმპათიებთან კავშირი არ აქვს. 14 სექტემბერს გამართულ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ხდომაზე ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ბავშვები ხართ შეყრილი ხელისუფლებაში, ვერ იქნება ეს ხელისუფლება მყარი თუ ბავშვებიდან არ გამოხვალთ. ახალგაზრდები ხართ, მაგრამ უნდა გამოხვიდეთ ბავშვობიდან. აბსოლუტური ტყუილია, აბსოლუტური მოგონილი შავი პიარია პრემიერის მიერ გაცხადებული განცხადებები, რომ თითქოს ბატონი ბიზინა ივანიშვილი მეუბნებოდა, რომ ნუერების საქმეში ტყუილია ეს. ასეთი რამ არასოდეს არ დაფიქსირებულა არც ყოფილი პრემიერის მიერ, არც ახლანდელი პრემიერის მიერ. კრიტიკა ნორმალურ და ზნეობრივ ჩარჩოებში უნდა ჯდებოდეს და პირად შეურაცხყოფის ნიშნებს არ უნდა შეიცავდეს. ასე გამოეხმაურა მანანა კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ისინი ვიცე-სპიკერის Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურებოდნენ. სამწუხაროდ ის სიძულვილის ენა, რომლითაც გაჯერებულია საზოგადოება, სოციალური ქსელიც და ძალადობისკენ მიდრეკილი, ასე ვთქვათ, გამონათქვამები ხშირ შემთხვევაში შეიძლება ადეკვატურ რეაქციას იწვევდნენ, რაც არ არის კარგი. ამაშია ზუსტად ამასთან მაქვს ზუსტად საქმე, რომ კრიტიკა უნდა იყოს იმ ჩარჩოში, რასაც ქვია კორექტურა, რასაც ქვია მორალურად, ზნეობრივად ნორმალური ქმედება ადამიანის და არა ის, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირად შეურაცხყოფაზე იყოს ჩვენი დისკუსია აგებული.
ყანდაყარის საავიაციო ბაზაზე ქართველი სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ISAF-ის სამხრეთის რეგიონალური სარდლობის ხელმძღვანელმა ISAF-ის მედლების სამთო სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს პირადად გადასცა. გენერალ-მაიორმა გილსმა ქართველ ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისა და წარმატებული სამხედრო მისიისთვის მადლობა გადაუხადა. დღეს საავიაციო ბაზა ყანდაყარზე რეგიონული სარდლობის მეთაურმა ბილსმა დააჯილდოვა სპეციალური სამთო ბატალიონის პირადი შემადგენლობა, რომელიც სექტემბრის თვეში გაემგზავრება საქართველოში. ბატალიონის პირადი შემადგენლობის ნაწილი თავმოყრილია ბაზა ყანდაყარზე, ხოლო ნაწილი ასრულებს თავის მოვალეობას. ISAF-ის მისიამ ჩაერა წარმატებით და ამასთან დაკავშირებით დღეს გენერალმა ბილსმა დაგვაჯილდოვა ISAF-ის მედლებით. ასეთი იყო დღეს რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენები, მე გემშვიდობებით ნახვამდის. ყაზახეთში ბავშვი მაუგლი დააფიქსირეს. ორთავიანი დელფინი იზმირის სანაპიროზე. გამოშვებას საერთაშორისო ამბებით განვაგრძობთ. უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბულია. ტერორისტებმა გასული უქმეების განმავლობაში სამთავრობო ძალებს 40-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი. ლიგანეტის ინფორმაციით ტერორისტები და რუსი სამხედროები საომარ მოქმედებებს არადასახელებულ პუნქტებში ერიდებიან. მათი ყველაზე დიდი აქტიურობა დონეცკის, ლუგანსკისა და დებალცოვოს რაიონებში შეინიშნება. დაძაბულია ვითარება მარიუპოლშიც. ნატოს ქვეყნებმა კიევისთვის იარაღის გადაცემა დაიწყეს. ლიგანეტის ინფორმაციით ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. გავრცელებული ცნობით გადაწყვეტილება ნატოს უელსის სამიტზე მიიღეს. ვალერი გელეტეის იმედი აქვს, რომ ეს პროცესი პუტინს შეაჩერებს. ლიბიის სანაპიროსთან ხომალდი ჩაიძირა და 160 არალეგალი დაიხრჩო. ბორანს 250 აფრიკელი გადაყავდა. მაშველებმა ჯერჯერობით მხოლოდ 36 ადამიანის გადარჩენა შესძლეს. ათობით ადამიანი კი დაიკარგა. სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება. მსგავსი ტრაგედია აგვისტოს ბოლოს ასევე ლიბიის ნაპირთან მოხდა. მაშინ კატასტროფის შედეგად 170 ემიგრანტი დაიღუპა. გამოშვებას საინტერესო ამბებით განვაგრძობთ, რომელიც პალიტრა TV-მ და სანაჯიმ გაავრცელა. ყაზახეთში მამაკაცმა ბავშვი მაუგლი გადაიღო. ატირაუშის გადაღებულ კადრებში ჩანს თუ როგორ უხმობენ დამთვალიერებლები მაუგლის, რომლის მისამართითაც ვაშს ისვრიან, ის კი დაოთხილი მორბის მისასაღებად. თურქეთის ქალაქ იზმირის ერთ-ერთ სანაპიროზე წყალმა მკვდარი ორთავიანი დელფინი გამორიყა. იგი დაახლოებით 1 მეტრის სიგრძისაა, მას 2 თავი და 1 კუდი აქვს. უცნაური არსება ადგილობრივი სკოლის მასწავლებელმა აღმოაჩინა და ექსპერტებს გადასცა. მათ დაადგინეს, რომ დელფინი დაახლოებით 1 წლისაა. არც ერთ თავზე არ აქვს ბოლომდე განვითარებული თვალები, ერთ-ერთ თავზე კი სასუნთქი ხვრელიც კი არ აღმოაჩნდა. მკვლევარების დასკვნით ასეთი მოვლენა საკმაოდ იშვიათია. მის ამერიკა 2015 წარმოშობით რუსი გოგონა გახდა. გამოშვებაში ასევე ნახავთ. გერმანიის ჩემპიონატში ლიდერები გამოიკვეთნენ. გამოშვებას კულტურისა და სპორტის სიახლეებით განვაგრძობთ. შეერთებულ შტატებში მის ამერიკა 2015 გამოავლინეს. ბროლის დიადემა 23 წლის კირა კაზანცევამ დაიმსახურა. მისი მშობლები მოსკოვიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში 1990 წელს გადასახლდნენ. კონკურსში ტრადიციულად გარეგნობის გარდა მონაწილეების ნიჭით შეაფასეს. 23 წლის კირამ ჟურის მოხიბლა მუსიკალური მონაცემებით შეცვლო. მის ამერიკა გარდამავალი დიადემის გარდა ჯილდოდ $50,000 მიიღებს. ჟურნალ Forbes-ის ვერსიით ბრაზილიელი ჟიზელ ბეთჰენი ყველაზე მაღალ ანაზღაურებად მოდელად უკვე მერვედ აღიარეს. ბოლო 12 თვის განმავლობაში მისი შემოსავალი $47 მილიონი გაიზარდა. 2001 წლიდან დღემდე კი ჟიზელმა $386 მილიონი ანაზღაურება მიიღო. აღსანიშნავია, რომ ჟიზელი 34 წლისაა და ასევე 2 შვილის დედა. სამი ტურის შემდეგ გერმანიის ჩემპიონატში ლიდერები გამოიკვეთნენ. ლევერკუზენი პირველ ადგილზე მხოლოდ და მხოლოდ ბურთების უკეთესი შებარდების გამო რჩება. მიუნხენის ბაიერნმა შტუტგარტი 2-0 დაამარცხა. ჰანოვერმა კი ჰამბურგს ძლია. 3-7 ქულა აქვს და მათთან ყველაზე ახლოს 6 ქულით დორტმუნდის ბორუსია. ახლა კი იმის შესახებ თუ როგორი ამინდი იქნება ხვალ.
ასეთი იყო დღევანდელი დღე, მე 4 შაბათამდე გემშვიდობებით, კარგად ზანდებოდეთ.